ამბავი ზოგადად იწყება იდეით და იდეას ჭირდება უცილებლად რაღაცა ბიცკი, ინსპირაცია და ამ შემთხვევაში ფესტივალის გაჩენის ინსპირაცია იყო ჩემი დედობა. გადავხედე თითქოს საუკუნეებს მიღმა ქალთა ყოფას და დავიწყე ამაზე ფიქრი, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, რა იყო მათი სადარდებელი. გადავწყვიტე, რომ აი ეს ქალთა ყოფის ამსახველი პატარა ეთნოგრაფიული ჩანახატები ჩემს გონებაში გამეცოცხლებინა და წარმომედგინა ესეთი სურათის სახით, რომელიც მერე ცოცხლდება, ის ქალი იწყებს მოძრაობას, იწყებს რაღაც საქმიანობას, რუნვას, ღირინს აუცილებლად რაღაცა ხალხური ნანა იქნება თუ სხვა მელოდიისა და ესე გაცოცხლდა ჩემთვის ქალთა ყოფის ამსახველი 7 სურათი. აი გავაგონდი, პირდაპირ მოწინ დამიდგა ეთნოგრაფიული ჩანახატი სურათი ჩვენი შესრულებით იყო არაჩვეულებელი. ძალიან საინტერესო, მოიცავდა საქართველოს ყველა კუთხეს, ყველა კუთხის ტრადიცია ჩანდა. ეს იყო გოგო დაბადებულა, ესე ერქვა და იქ იყო ყველა კუთხის დამოკიდებულება გოგოს დაბადებასთან. მე მაიკომ უკვე ყველა სურათის სცენარი დაწერა მალევე, იმიტომ რომ მას უკვე გააზრებული ჰქონდა ეს როგორც ციკლი. და იმ პერიოდში ცოტა უცნაურად და უცხოთ მოგვეჩვენა ჩვენთვის ამის განხორციელება, იმიტომ რომ ჩავთვალეთ, რომ ამას მსახიობობა სჭირდებოდა. და აი ეს მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ითამაშო ქალთა ყოფის გმირი უნდა გახდე, ასე ვთქვათ, ხო? რაღაცნაირად ვერ გავითავისეთ თავდაპირველად. და როგორც შემსრულებლები, მხოლოდ თქვა სიმღერის კუთხით თვლიდით, რომ შეგვეძლო ჩავრთულიყავით. და რაღაცნაირად ეს იდეა დარჩა იდეად. ეს იყო ეს პირველი, ეს იყო ის საწყისი. შემდგომ უკვე ვახსენე ის პანდემია. რუსად პანდემიის დროს სანამ უშუალოდ ფესტივალს გავხსნიდით 1 წლით ადრე. მოხდა ზუსტად ეს მომენტი, როდესაც მაიკომ დარეკა და თქვა, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ, წინ წავიდეთ და რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილები ვართ, მოდი მაინც მივხედოთ ჩვენ საქმესო. და მაშინ გააჟღერა ჩემთან პირველად აი ქალთა ფესტივალის იდეა. და რა თქმა უნდა ემოციურად იყო ძალიან შთამბეჭდავი, მნიშვნელოვანი, დიდებული იდეა იყო. და ძალიან დიდი ხნის მერე, დიდი დროის მერე, უკვე ხორცი შეისხა როგორც ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალმა. თითოეულ ანსამბლს, მონაწილე ანსამბლს უნდა გაეკეთებინა ვიდეო რგოლი კონკრეტულ თემაზე. ეს იქნებოდა ნანები, აკნის ნანები, ბატონები და ასე შემდეგ, შრომის, ქალთა შრომის სიმღერები და ასე შემდეგ. სადაც ზუსტად ეს მოხდებოდა იმ ძველი სურათის გაცოცხლება, ქალთა ყოფის ძველი სურათების გაცოცხლება. რაც ჩემი თვალით იყო დანახული, ის მიდოდა რომ ყველას დაენახა. მაგრამ მივხვდი რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ფესტივალი ჩაგვეტარებინა და იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ ნანინას პირველი პროექტის სახით ჩვენი სიტყვა გვეთქვა. ანუ თუ ვაკეთებთ ეთნოგრაფიულ რგოლებს, თუ თითოეულმა კუთხემ უნდა გააკეთოს მოიძიოს თავისი კუთხის მასალა და გადაიღოს ვიდეო რგოლი აი ამ ტრადიციების შესახებ, მოდი ამას დავუხდოთ კვლევა ამ ტრადიციებისა და გავაკეთოთ კონფერენციაც, სამეცნიერო კონფერენცია, ოღონდ არა ეთნომუსიკოლოგიური მხოლოდ, არამედ ამაში ჩავრთოთ მომიჯნავე დარგის ყველა სპეციალისტი. აი ეს თემა, რომელიც მე დღეს მინდა აქ წარმოვადგინო, ცოტათი უცნაურია. ცდება ეთნომუსიკოლოგიის ფარგლებს. პირველი ნაწილი ჩუტ ყვავილაში, ეს ჩუტ რაც არის, ეს მომდინარეობს ქართულში ხომ გვაქვს ჩუტი, ანუ დაჩუტული ცარიელი ფუკეს მნიშვნელობით. ჩემი თემა ეხება იმას, თუ რატომ არის ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ეს უბრალოდ ტრადიცია და მემკვიდრეობა ჩვენი, რადგან ამის მიღმა. ერთი სიტყვით დავწყვიტე, რომ ეს კონფერენცია ყოფილიყო მულტიდისციპლინური და მასში მონაწილეობა მიიღო, რაც შეიძლება მეტი დარგის სპეციალისტს, რომ ეს თემა შეიძლება ვერ ამოგვეწურა, მაგრამ მოგვეცვა შეძლების დაგვარად სრულყოფილად. საბოლოო ჯამში მივიღეთ 3 ასე ვთქვათ მიმართულება.
სამეცნიერო ნაწილი, ვიდეო რგოლების ნაწილი და საკონცერტო ნაწილი, რომელიც ასევე ჩავთვით ამ ფესტივალში. ის სახე, რაც მე შემდგომ მან მიიღო, არის გუნდის დამსახურება, იმ გუნდის, იმ ორგანიზატორების, რომლებიც მე შევიკარით ამ ფესტივალზე სამუშაოდ. მაგა ხარძიანი ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედების ჯგუფის დირექტორი, ვიქტორია სამსონაძე, ჩვენი ჯგუფის წევრი, ასევე სოფიკო პოტრიკაძე, რომელიც პიარი გახდა ამ ფესტივალის და ვფიქრობ, რომ კარგადაც გავარქვით თავი. ფესტივალის მრავალფეროვნება იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ წელს გვაქვს სულ სხვადასხვა თემა. პირველ წელს იყო ნანები, მეორე წელს არის საბატონო სიმღერები, მესამე წელს იქნება შრომის სიმღერები, კლოვის, საქორწილო, ამინდის მართვასთან დაკავშირებული და სადიდებელი საერო საგალობლები. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ შედევრს ვიღებ, იმიტომ რომ სრული სურათი გვექნება ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა სპეციალისტის ნაშრომების სახით. ფესტივალის ძირითადი მიზანი არის ქალთა ტრადიციული მუსიკის პოპულარიზება. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ქალთა ტრადიციული მუსიკა იყო მივიწყებული, ჩრდილშიც აბარება ფაქტობრივად მივიწყებული იყო. ხოლო ფოლკლორისტთა მცირე ჯგუფმა იცოდა მისი არსებობა და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო ცოტა. შემსრულებლების უდიდესი ნაწილი ფიქრობდა, რომ მამაკაცთა რეპერტუარი, რა თქმა უნდა, არის ბევრად მნიშვნელოვანი, ბევრად საინტერესო, ბევრად სცენურად ეფექტური. პირველი შემთხვევა, როდესაც სცენაზე ერთად დადგა სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი და იმღერა სხვადასხვა კუთხის სიმღერა, ეს იყო ქართული ხორი. ქალთა პირველი ანსამბლი შეიქმნა ერთი საუკუნის მერე. ქართული ხოროდან, ანუ ერთი საუკუნის მანძილზე იყო მამაკაცთა ანსამბლების ზეიმი, ზეობა. არც არავინ არ ინტერესდებოდა ქალთა რეპერტუარით, იმიტომ რომ ქალთა რეპერტუარი იდო არქივში და ქალთა რეპერტუარის სიმღერები, რაც მოისმინეს, აღმოჩნდა ნანები და ტირილები ძირითადად. და ნანები და ტირილები არ იყო სასცენოდ შესაძლებელი. სცენა იმით განსხვავდება იმ ავთენტიკურისგან, რომ პირველადი, ანუ ავთენტიკური არის შექმნილი ყოფაში და შექმნილი კონკრეტული მიზნებისთვის, უტილიტარული დანიშნულება აქვს. მას ყავდა შემქმნელი ხალხი, შემსრულებელი ხალხი, მსმენელი ხალხი. ერთი და იგივე ხალხი იყო ეს, შემქმნელიც, შემსრულებელიც და მსმენელიც. სცენამ უკვე მოიტანა ის, რომ ფოლკლორი გადავიდა რაღაცა გარკვეულ აკადემიურ საფეხურზე მოწყობილ ყოფას და ის უკვე მოითხოვდა კონკრეტულ შემსრულებელს და კონკრეტულ მსმენელს და შეიცვალა მისი მიზანი, უტილიტარული დანიშნულება შეიცვალა მსმენელისთვის საამებელი, მსმენელის მოსაწონი მიზნი. ალბათ გინახავთ ძალიან ბევრი ანსამბლია ქართული ხალხური გამოდის და სახეზე არც მხიარულება აწერია, არც სევდა აწერია, არც მწუხარება, არც რაღაცა დაფიქრება, აბსოლუტურად ემოცია სახეზე არ იკვეთება, რას მღერის ის. და ეს არის ის მისი ეთნოგრაფიული კონტექსტი. აი კონტექსტის გარეშე არც ერთი სიმღერა არ უნდა იყოს ნამღერი. ზუსტად მაგიტო იყო, რომ განსაკუთრებულ აქცენტს თუნდაც სცენის მოწყობის დროს ჩვენ ვაქცევდით იმას, რომ აი ეს ყოფის გარემო, თემასთან დაკავშირებული ყოფის გარემო მაქსიმალურად ვთქვათ წარმოგვედგინა. თვითონ შემსრულებლებსაც სწორედ ამაზე გავამახვილებინეთ ყურადღება, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ის გარემო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით სცენაზე და აი ამას შექმნა ძალიან დიდი უშუალობა. იქ აკვანი იდგა, იქ პირობითად ბავშვი იწვა, იქ აკვანთან დაკავშირებული სასიმღერო ტრადიცია ბევრად უფრო ბუნებრივი და ჰარმონიული გამოჩნდა. ძალიან მინდოდა რომ მაყურებელს ეგზნო თუ როგორ კაცნობს ჩუმად ბუხარი, და როგორ ძალიან ჩუმად საქმიანობს და ძინავს ბავშვს, თუ კი ის შეიღვიძებს, შეუწევს და ღერი საოცრად ტკბილ მას ჰანგებს. და რაც შეეხება მეორე ფესტივალს, ეს ბატონების სამფლობელოა, სადაც ყველაფერი საოცრად ლამაზია,
ასხასაფერებით არის მორთული, არის ბატონების ხე და ესეთი განწყობა მინდოდა რომ ქონოდა მსმენელს რომ ბატონები რომელსაც აქვს რაღაცა უხლავი თავისი სამყარო იმ წუთში ნამდვილად ბრძანდებოდნენ მოსწონებად. ბატონების თემა ჩემთვის პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ამაზე ძალიან დიდი ხანია ნაფიქრი მაქვს, წიგნი არის გამოსული ჩემი ბრაზიანი ბატონები და თითქოს ეს ჩემი თემა, ასეთი შეგრძნება მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ მეგონა რომ ძალიან ბევრი რამე მქონდა წაკითხული და ბატონების შესახებ ყველაფერი ვიცოდი, იმდენად საინტერესო და აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებებიც კი მოვისმინე კონფერენციაზე იქნებოდა თუ აი ვიდეო რგოლები და რომ ჩემთვის ეს იყო სასიამოვნო გაოცება. აი ესეთი შემთხვევები მითხრეს, რომ სვანეთში ტუნისში დასაკრავები არსებობდა. ანუ იქ ბგერითი სამყარო ბატონების თამდევი იყო. თუმცა სიტყვები არ ქონდა და აი თხოვე აი ამ ანსამბლის ხელმძღვანელებს, რომ ეს მელოდიები სიტყვებთან ერთად აეჟღერებინა და გამოეტანა სცენაზე და ესეთი რამოდენიმე ნიმუში აი მეორე ფესტივალზე გქონდა. შესაძლოა დამკვიდრდეს კიდეც ამ ანსამბლების რეპერტუარში და რატომაც არა, ესეც ხომ ხალხურია. იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან საინტერესო იყო თემა და მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტს ვაჭარბებდით, მე ვფიქრობდი, რა ჯობია ახლა რეგლამენტი დავიცვათ და შემოვკრამ გონგს და გავაწყვეტინო, თუ ვათქმევინო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო და ამას სხვაგან ვერსად ვერ მოისმენ. ამიტომ ხშირ შემთხვევაში გონგი იყო უფუნქციო და ხშირ შემთხვევაში ისე ვაჭარბებდით რეგლამენტს, რომ სამეცნიერო კონფერენციამ პირდაპირ კონცერტში გადაიზრდებოდა გამოცხოს წლებს ვაპირებდით, იმიტომ რომ ჩვენ როგორც კონფერენციის მონაწილეების შემდეგ არ დავიქმნებოდით ჩვენ კონცერტის მონაწილეებად. როდესაც ეცნობი სხვის ნაშრომს, ნამუშევარს, იქიდან უფრო ახალი ინფორმაცია მოდის, მაგრამ დეტალებში ეცნობი ამათ თუ კუთხის ტრადიციას თქვა. იმე, აი ავიღოთ ბატონები, ხო? იმერეთში რა ნიუანსები იყო ისეთი, რომელიც გამოარჩევდა მას, მაგალითად, სვანეთისგან, სამეგრელოსგან, თუნდაც მესხეთისგან, ან ნებისმიერი სხვა კუთხისგან, ხო? აი ზუსტად ეს ახალი ნიუანსები იზრდია ამ თვალსაჩინოს და ამით არის ძალიან საინტერესო ეთნომუსიკოლოგიური თვალსაზრისით გულისხმობ. მეცაც გეტყვი, აი მესხეთზე მუშაობის ისტორია რო ავიღოთ. მესხური ბატონების ტრადიცია. თავდაპირველად, როდესაც დადგა საჭიროება, რომ აი ამ საკითხზე ყურადღება გაგვემახვილებინა, არც მეგონა თუ საერთოდ რამის გაკეთებას შევძლებდით. დიდი კითხვის ნიშანი მქონდა. არ ვიცოდი საიდან დამეწყო საიდან რისთვის მომეკიდა ხელი, იმიტომ რომ ხელჩასაჭდი არ იყო იმ მომენტში არაფერი თითქმის. და დაიწყო იმით ყველაზე საინტერესო ამბით, ეს იყო ძიება. სად ვნახო, სად მოვძებნო, სად აღმოვაჩინო ის, რაც არსად არ ჩანს. ანსამბლების მიერ არ სრულდება, ლიტერატურაში არ ჩანს, ნოტებში არსად არის. და აი უზარმაზარი არქივის, აუდიო არქივის დამუშავება მომიწია, რომ მიმეკვлия 2 ნიმუშისთვის. და ეს იყო ჩემთვის უზარმაზარი აღმოჩენა, ეს იყო დიდი სიხარული, ეს იყო დიდი აღმაფრენა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ თურმე მესხეთში აი მღეროდნენ ამ ნიმუშს, რომელიც ბატონებთან იყო დაკავშირებული. თითქმის არის მის ტექსტი პრაქტიკულად იმდენად გაურკვეველია, რომ ვერ მიხვდებით რა სიმღერიან. იმდენად საინტერესო იყო ეს პროცესი, რომ ყოველ დღე თითქოს რაღაც ახალი სიხარულით დავდიოდი, ვანათებდი იმ პერიოდში და ერთი სული მქონდა, როდის დაურეკავდი ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს და უნდა გამეზიარებინა აუცილებლად, რომ შენ იცი რა აღმოვაჩინე, აი აღმოვაჩინე სიმღერა. იმიტომ რომ ეს როგორც აი არქეოლოგისთვის რაღაც არტეფაქტს რო აღმოაჩენა, ესეთი მუსიკალური არტეფაქტის აღმოჩენა იყო ძალიან დიდი მოვლენა ჩემთვის და მით უმეტეს იმისი გააზრება, რომ შესაძლებელია ამის გაცოცხლება,
ხელახალი გაჟღერება. ანუ უკვე დღეს შეგვიძლია იმავე ნოტებზე, იმავე ხანგზე, იმავე მელოდიაზე შევასრულოთ ოღონდ უკვე სულ სხვა თაობამ. თვითონ ვიდეო რგოლში თითქოს უფრო წარსულს ასახავს, მაგრამ აი ამ ჩვენი პერიოდის ყოფაც აისახება, ხო? და ეს ორი პერიოდი, ორი საუკუნე, ორი ეპოქა ერთიანდება ამაში და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ, აი მომავალი ეთნომუსიკოლოგებისათვის, მკვლევრებისათვის, მეცნიერებისათვის ეს ფასდაუდებელი საგანძური იქნება ის მასალა, რაც კი ფესტივალის შემდეგ დარჩება. პროცესი მიდის ძალიან საინტერესოდ, გეგმის მიხედვით, მაგრამ ამასთან ერთად უზომოდ შემოქმედებიათ. ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, იმიტომ რომ თითოეული მომენტი გავიაზრე ბოლომდე რეალურად აქ. აი გარემოში თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით სულ ახალი ემოციები წამოვიდა და მე მგონი ძალიან ორგანულად გადავიდა ერთი მეორეში, ესე რომ მოლოდინი მაქვს ძალიან დიდი, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს და სასიამოვნო ფინალი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოქმედი ანსამბლი უამრავ პროექტშია ჩართული და უამრავ საინტერესო და საშუალო ამბავში არის ჩართული, აი ასეთი ტიპის დაფიქრება, კონცენტრირება ბატონების რიტუალზე ამ შემთხვევაში, რომელზეც ალბათ 1000-ჯერ გვიფიქრია, განგვიცდია, გვიცდია, სცენაზე შეგვისრულებია, მაგრამ როდესაც რაღაცნაირ თეატრალიზებულ კონტექსტში აქცევამ ყველაფერს და მართლა გადმომცემი ხდები ამ ამბის გამტარობა რაღაცა სხვა ხარისხში მოდის. ესეთი შეფასება მივიღეთ, ეს იყო ორი ლამაზი ფერადი და საოცრად მუსიკალური ფერი. მეორე ფესტივალზე იმყოფებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენო ფესტივალმა გაამართლა შტორინგი წყალვამდე, რასაც თქვენ ტოვებთ. დღეს არის ივანე ნათლისმცემლის დღეობა. ჩემი მხრიდან რამდენადაც შესაძლებელი ადამიანის ფიხში სული მიდგე აუცილებლად ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით. და ეს მინდოდა, რომ ყველას დაენახა. რომ ქალი თავის საქმიანობის ყველა წუთს და ყველა მომენტს ალამაზებს თავისი სიყვარულით და თავისი სიმღერით. ხომ არის რაღაცა მიზანი და ეს მიზანი ხო არის გრძელვადიანი, რომელზეც ვისაუბრე, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს არის გარკვეული წლები. მაგალითად 7-8 წელი შეიძლება ესე, ხო? აი მიზანთან რომ მიხვალ და ეს მიზანი ხო თან მწვერვალიც არის და ამასთან ადიხარ თანდათან. მწვერვალის იქით რა ჩანს. იცი რომ რაღაცა არის, იცი რომ არის ცა და დედამიწა გრძელდება. თავისი ენერგეტიკით, თავისი ღვთიურობით, თავისი მადლით, თავისი უზარმაზარი სიბრძნით, ინფორმაციით და ასე შემდეგ. აი ხო და ჩვენ აი ამ მწვერვალთან უნდა ავიდეთ და მე გადავწყვიტავთ, რომ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ უკვე გამოცდილებაც მიღებული გვაქვს ფესტივალის თემატიკა არის ამოწურული, ეს ხომ რაღაცა კონკრეტული ფორმატია, ხო? იმ შენი პროფესიული ზრდისთვის არსებული ფორმატი, ხო? აი იქ რომ მივალთ და ამას უკვე შედეგებსაც ხელს დავიჭერთ და ანთოლოგიასაც გამოვცემ და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ანთოლოგია ესეთი ბეჭდურის სახით კი არ იქნება, არამედ აი ყველანაირი სახის ინფორმაცია, აუდიო მასალაც იქნება, ვიდეო მასალები იქნება, რგოლების სახით რამდენი დაგროვილი, ხო? აი ამას ყველაფერს ხელს რომ დავიჭერთ, მე გადავწყვიტავთ, რომ ახლა შემდეგ ძალიან დიდ პროექტს შევეჭიდოთ, რომელიც აი იმ მწვერვალიდან უკეთესად გამოჩნდება.